აი ეს არის ამერიკული ოცნება, აი რასაც ვიცავენ. ეს პლასტიკური ქირურგი მაია, უცებ გაიჩიტა მაია მეტორტე. ანუ მეორე დღესვე მივიდა მაია შეუძლია მეტორტე გახდეს. აი მეორე დღეს გეფიცებთ ყველაფერს, გავიღვიძე როგორც იქ ვიღაცა მიერეკავს, იცით, ჩემი შვილი იყო გუშინ დაბადების დღეზე და რაღაცა უნიკალური ტორტი უჭამია და ძალიან მინდა შეგიკვეთოთ. თან ამერიკაში ძალიან პოპულარულია. აი ეს ტორტები არის რაღაცა მათი კულტურის, მე ნანახი მაგ გადაცემებია, ანუ ეს ტორტი არის მნიშვნელოვანი ობიექტი. ხო, იმიტომ რომ ყველა მართალია დღესასწაულებს იწყობენ ტორტი და ტორტის გარშემო. ანუ ამერიკული კულტურის ნაწილია ტორტი და ამაში თანამონაწილეობა უკვე მართლა კარის გახსნა. რა თქმა უნდა. ხო და ეს კარი გაიხსნა მეტორტე მაიათი. დავიწყე მე ვაბარებდი სხვადასხვა მაღაზიებში, რესტორნებში, სახლში ვაცხობდი და ვაბარებდი. მე რამდენიმე ოჯახი მყავდა, მიქონდათ ჩემგან კვირაში სამჯერ უკეთებდი საჭმელებს, მიქონდათ დავის ნამწყურებიან. აი ესე ნელ-ნელა მე მეთქი წავალ მეთქი, რომ ახლა დავიღალე სახლში, მეთქი გავალ გარე. მაიამ და მოგება მოქონდა ამას? რა თქმა უნდა, ამით ვცხოვრე 3 წელი ვიცხოვრე ამით. წარმოიდგინე, ვიხდიდი გადასახადებს სახლიდან ვიხდიდი გადასახადებს თბილისში ვაგზავნიდი, აი ყველაფერი აბსოლუტურად, ანუ იცი რას მივხვდი, რომ მე რაღაცა სხვა დანიშნულებისთვის ვიყავი იქ.